გამარჯობათ, დღეს პარასკევია და თქვენ პირდაპირ ეთერში უყურებთ ток-შოუ თემას. ჩვენ ვაგრძელებთ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას. რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი ლელა ებრალიძეა დღეს თემის სტუმარი. სტუდიაში მყოფებიან მისი თანამოაზრეები, გუნდის წევრები. აქვე შეგახსენებთ იმას, რომ ამ გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ რადიო ჰარმონიის ეთერში FM 100 და 5-ზე. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ლელა იმისთვის, რომ მობრძანდით და მონაწილეობთ დღევანდელ გადაცემაში. დიდი მადლობა სტუმრებს. მადლობა. მოდით თავდაპირველად დავიწყოთ თქვენს მიერ გამლილი გზით, წარუდგინეთ თავი მაყურებელს და გვიანბეთ თქვენ შესახებ. მოგესალმებით, მივესალმები მე-9 ტალღის მაყურებელს, როგორც ვიცი, ის ფოთის არეალს ცდება და ძალიან სასიამოვნოა. გისურვებთ წარმატებას, გაფართოებას და რომ რეგიონში ნათქვამი სიტყვა ყოფილიყოს უფრო და უფრო ხმამაღალი და ის მისწვდენოდეს ცენტრს. მე გახლავართ ლელა ებრალიძე და გახლავართ რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ჩემი გამლილი ცხოვრების გზა. ეს არის ქალაქი ფოთი. ბავშვობიდან, დაბადებიდან დღემდე ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში უკავშირდება ფოთს და არის გაჯერებული ფოთის ტკივილით და სიყვარულით. ეს ქალაქი არის ის ქალაქი, რომელმაც მე მომცა ყველაფერი საუკეთესო, დაწყებული ოჯახიდან, აღზრდით და სამეგობროთი დამთავრებული, ჩემი სკოლით და იმ გარემოთი, რომელმაც ფაქტიურად მომცა ცხოვრებაში სტიმული, მუდმივად ყოფილიყავი ორიენტირებული ისეთ საკითხებზე, როგორიც არის რეგიონის განვითარება ჩვენს ქვეყანაში. თავის დროზე მე არაერთხელ დავწერე, რომ სამწუხაროდ თბილისმა ჩაანაცვლა გარკვეულწილად მოსკოვური ტიპის ცენტრი და გარკვეულად არ მისცა თავის რეგიონებს იმის საშუალება, რომ განვითარებულიყო. დღეს გვაქვს ყველანაირი საშუალება იმისათვის, რომ კიდევ უფრო ხმამაღალი სიტყვა ვთქვათ და რახან დამიდგა ამის ვთქვათ შესაძლებლობა, მე არ ვთქვი უარი, ჩართულიყავი ამ პროცესში. ჩემი ცხოვრება იწყება ინსტიტუტის შემდეგ ჟურნალისტიკით. 90-იანი წლების ესე ვთქვათ ველურ გარემოში თავისუფალი ჟურნალისტიკის და თავისუფალი სიტყვის დამკვიდრება არ იყო იოლი თემა. წინ ჩვენ უკან გქონდა მთელი საბჭოური გამოცდილება თავისი შეზღუდვების მექანიზმებით და იმ მექანიზმებით, რასაც ერქვა ცენზურა. 90-იანებში, 80-იანი წლების ბოლოს ქართულ ფილმში, შემდეგ ფოთის მოამბეში, ისეთ გაზეთებთან თანამშრომლობაში, როგორიც იყო დრონი, რეზონანსი, მაშინდელი 7 დღე, რომელიც ძალიან პოპულარული გაზეთები იყვნენ, ჩვენ ვამსხვრევდით სტერეოტიპებს, ვამსხვრევდით ცენზურის ფსიქოლოგიას და შემოგქონდა თავისუფალი სიტყვა. მე ვარ ბედნიერი, რომ ვარ ამ პროცესის მონაწილე. ასევე ჩემს ბიოგრაფიაში მრავლად არის არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებული თემები, რომლებიც ავითარებდა ქვეყანაში მმართველობისა და თვითმმართველობის გამიჯვნის თემას. ესეც იყო ახალი სიტყვა 90-იანი წლების შუა და ბოლო წლებში. დღეს ჩვენ უკვე გვაქვს კანონი. ჩვენ კი მოგვიწია იმ დროს საქმიანობის გაშლა, როცა თვითმმართველობა არც კი იყო იდეაში ისე გამიჯნული მმართველობისგან, როგორც არის დღეს. სხვა თემაა, რომ დღეს ცოტა მახინჯი ფორმაა ისევ და რაღაც გადმონაშთებზე ჩვენ უარს ვერ ვამბობთ, მაგრამ ეს არის განვითარების ეტაპი და ეს ძალიან ბუნებრივი ეტაპია. ანტიკორუფციული ბიურო, რომელშიც მე 2000 წლის დასაწყისში ვიმუშავე ქალაქ თბილისში. ჩემმა ფოთთან ურთიერთობის პრაქტიკამ მომცა უზარმაზარი ცოდნა კლანებზე, მაფიებზე, ყველა ბიზნეს ინტერესსა და დაჯგუფებაზე, რომელიც კი საქართველოში მაშინ არსებობდა და შევარდნაძის პირობებში მათ ჰქონდათ ფაქტიურად მთელი ბიზნეს სივრცე დაპყრობილი. ბიზნესიც არის ისეთი თემა, რომელიც მე მოვსინჯე ბევრი მიმართულებით და აქვე მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ თავისუფალი გაზეთით და საერთოდ ნებისმიერი მედია საშუალებაც არის ბიზნესი. გარდა იმისა, რომ ბიზნესი აუცილებლად უნდა იყოს მოგების წყარო, ისეთი მედია საშუალებებისთვის განსაკუთრებით ღირებულია პროფესიული უნარჩვევების შენარჩუნება ბიზნესის ფონზე. ამ პროცესად ჩვენ ფაქტიურად დღეს გავდივართ. მე მთელი თავისი სიცხადით შევიგრძენი, როგორი შეიძლება იყოს თავისუფალი მედია, როგორი უნდა იყოს თავისუფალი მედია განვითარებად საზოგადოებაში, როგორი უნდა იყოს მედია, როცა ცენტრსა და რეგიონს შორის მყარდება გარკვეული კავშირი.
რა შემიძლია კიდევ გითხრათ საკუთარ ცხოვრებაზე? პირველ რიგში ვარ ქალი და ვარ დედა. და ისე მოხდა ჩვენს ოჯახში, რომ ცოტა ადრე დავტოვეს ძალიან ღირსეულმა მამაკაცებმა, რომელსაც ეს ქალაქი იცნობს. და 6 ქალს, ფაქტიურად ქალებს მოგვიწია ჩვენ ოჯახის ჭაპანის გაწევა. და ჩვენი ოჯახის მომავალი თაობის აღზრდა. შემიძლია ამაყად გითხრათ, როგორც დედა ვარ რეალიზებული, როგორც დეიდა, ჩემი დიშვილების დედა ასევე ვარ რეალიზებული და ჩვენი ოჯახის მომავალი თაობა დღეს ფეხზე დგას. ისინი არიან ჩამოყალიბებული მოქალაქეები განათლებით და ყველა იმ კომპონენტით, რომელიც ხვალინდელ საქართველოს გამოადგება. აქედან გამომდინარე, მე ძალიან მინდა გავუკეთო ჩვენს თანამოქალაქეებს და ჩემს ამომრჩეველს და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს იგივე რაც მე შევძელი და გავუკეთე ჩემს შვილს და ჩემს დიშვილებს, რაც ჩემს დიდ ოჯახთან ერთად მივეცი ახალგაზრდა თაობას და შევძელი და გარკვეულად მათ გარემოცვასაც. მე აუცილებლად ვეცდები ამ ქალაქში 18-დან 22 წლამდე ჩარჩენილი ახალგაზრდებისთვის, ქალაქში ჩარჩენილი, რომლებიც ვერ წავიდნენ სასწავლად. მოდით ეს მოგვიანებით თქვა თუ რას აპირებთ ამ კუთხით, მანამდე მინდა გითხოთ. თქვენც ისაუბრეთ ძალიან დიდი გამოცდილება ჟურნალისტიკაში, არასამთავრობო სექტორში, ასევე ბიზნესში. ბოლო დროს საკმაოდ აქტიურობდით, იყავით და ხართ მოყვარულ მებაღეთა კლუბის დამფუძნებელი. მე თვალყურს ვადევნებდი თქვენს Facebook-ის გვერდზე და ძალიან ხშირად აზიარებდით ფოტოებს, რითაც მე ვიყავი აღფრთოვანებული, იყო სრული ჰარმონია ამ კუთხით და იღებთ გადაწყვეტილებას, რომ ისევ ცადოთ ბედი პოლიტიკაში და ღებულობთ გადაწყვეტილებას მოხდეთ პარლამენტში. რამ განაპირობა ეს, ქალბატონო ლელა? ეს არის ძალიან ლოგიკური და ეს არის ჩემი ცხოვრების წესი. მე არასდროს არ ყოფილვარ პასიური მოქალაქე, ყოველთვის ვიყავი აქტიური ყველა თვალსაზრისით და ჩემი აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია დღეს მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ჩემი ჩართვა გახდა აუცილებელი. ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რაც ხდება. რომელ მხარესაც არ წავედი, ეს იყო ბიზნესი, ეს იყო არასამთავრობო სექტორი, თუ ეს იყო მედია, ყველგან დავეჯახე სახელმწიფოს ხისტ დამოკიდებულებას. დამოკიდებულებას, რომელმაც მე მაჩვენა, რომ საზოგადოება გაცილებით განვითარებულია, ხოლო სახელმწიფო სტრუქტურები ხშირად აფერხებენ განვითარების პროცესს. მე შემიძლია თამამად გითხრათ, საზოგადოება მართლა არის წინ გასწრებული იმ პროცესებზე, რასაც ხელისუფლება აკეთებს. აგერ შორს რომ არ წავიდეთ და ფოთის ხელისუფლებაზე რომ ვილაპარაკოთ. მეორეც არ არის ეს ჩემი პირველი მცდელობა აქტიურ პოლიტიკაში შესვლის. 99 წელს, როდესაც არც ისე მაღალი იყო ქალთა და მამაკაცთა თანაბარდობა პოლიტიკაში, მაშინ როდესაც შევარდნაძის რეჟიმი განაგებდა არჩევნების ყველა ფაქტიურად ნიუანს, მე ცადე კიდევ ერთხელ, რომ დამემსხვრია სტერეოტიპები და ფოთში ვიყარე კენჭი. დღეს მინდა მადლობა უთხრა გამეორებით ყველა იმ ჩემს მომხრეს, რომლებმაც დაანახეს მთელ საქართველოს, რომ ქალის მცდელობა არის წახალისებული და ის არ შეიძლება იყოს განყენებული მამაკაცის შესაძლებლობებისგან. მაშინ თითქმის აი სტერეოტიპული პროცესების მსხვევის პროცესში მე ძალიან კარგი შედეგი მივიღე და ეს არის შედეგი არა მხოლოდ ჩემი. მე ვთვლი, რომ ეს არის ამ ქვეყნის გენდერული რაღაც პატარა ისტორია, რომლის პრეცედენტი ჩვენ შევძელით ჩემს ამომრჩევლებთან ერთად და შევქმენით ფოთში. ყვავილები მიატოვეთ? ყვავილებს არასდროს არ მივატოვებ. ეს არის ის სულიერი საზრდო, ბევრი რამ მაქვს, რომელიც მიყვარს და ჰობს, რასაც ეძახიან, დაწყებული პოეზიიდან დამთავრებული ყვავილებამდე. ეს არის ის, რაც ქმნის სულიერ ჰარმონიას, თუმცა ეს არ იყო უბრალოდ ყვავილებით გადაცება, როგორც არაფრის ჩვეულებრივად კეთება არ შემიძლია, ამ იდეამაც ყვავილებით გადაცების იდეამ, რომელიც მე ასევე ოჯახმა მომცა, რომლის სტიმული, აქედან შეიქმნა კონცეფცია, აქედან შეიქმნა უზარმაზარი იდეა და 10,000-ობით ქალთან ერთად, რომელსაც ქვია მოყვარულ მებაღეთა კლუბი, ჩვენ ფაქტიურად შევეჭიდეთ ეკოლოგიის საკითხებს საქართველოში. სწორედ ამ ეკოლოგიის საკითხებთან მიმართებაში, იმასთან მიმართებაში, რომ ჩვენ არაერთი ადამიანი ვნახეთ, რომელსაც აქვს სტიმული, რომელსაც ჭირდება სტიმულის ამაღლება, ისევ და ისევ მივედით სახელმწიფო სტრუქტურებამდე. იმ სტრუქტურებამდე, რომლებიც ძალიან ხშირად, თუნდაც ისეთ საკითხებში, როგორიც არის ადამიანების განვითარება, ასოციალური ადამიანების სოციალურ პროცესებში აქტიურად ჩართვა, სახელმწიფო სტრუქტურების ცოდავენ ძალიან ბევრს.
ქალბატონო ლელა, თქვენ ხართ ქართული ოცნების დამფუძნებელი, ის მინდა იცოდეს მაყურებელმა, მათვით არც იცის. სხვათა შორის მახსენდება დრო, როცა თქვენ საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებდით ქართულ ოცნებას და ეს იყო მაშინ, როცა რესპუბლიკური პარტია ჯერ კიდევ იყო კოალიციის წევრი. ხომ არ გიბრაზდებოდნენ და ხომ არ გაყვედრიდნენ ამას თქვენი თანაგუნდელები, იქნებ ახლაც ახსოვდეთ ამის შესახებ წყენა, როგორ ახერხებდით ამ ყველაფერს, იმას, რომ თქვენ იმ პერიოდში მწვავე განცხადებებს არ ირიდებოდით და ქართული ოცნების დამფუძნებელი იყავით და დღეს უკვე საკმაოდ ხმამაღლა აცხადებთ ამის შესახებ და იყრით კენჭს რესპუბლიკური პარტიით. პასუხს დავიწყებ წინა შეკითხვიდან, თუ შეიძლება თქვენის თანხმობით, რატომ მოვედი პოლიტიკაში. მე ვთვლი გარკვეულწილად და ბოდის მოვხდი საზოგადოებას საკუთარი თავის შეფასებას რახან ვაკეთებ, მაგრამ მაინც ვთვლი ჩემს თავს პრინციპულ ადამიანად. და დღეს ქართულ პოლიტიკაში ჩემი აზრით დადგა პრინციპული პოლიტიკოსების და პრინციპული პოლიტიკური ჯგუფების დრო. აუცილებელია გუნდებმა, რომელმაც უკვე ჩამოაყალიბეს თავისი იდეოლოგია, პრინციპულად გაატარონ ეს ხაზი. რა თქმა უნდა, ქართული ოცნების დამფუძნებელი ვიყავი და ვარ ამაყი ამით, იმიტომ რომ რეჟიმთან ბრძოლის პროცესში ჩვენ გამოვედით ძალიან თამამად. დაუპირისპირდით იმ რეჟიმს, ისევე როგორც წინა რეჟიმს და ისევე როგორც იმის წინა რეჟიმს, ასე შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ არც ერთ პროცესს ჩემი და ჩემი მეგობრების თანამონაწილეობის გარეშე არ ჩაუვლია, მაგრამ როდესაც შენ ხედავ, რომ ის რაზეც შენ დახარჯე დრო, ენერგია, რაზეც შენ მთელი იმედები ააგე, არ ვითარდება იმ მიმართულებით, რომლის იმედით შენ ქონდა, გარკვეული პერიოდი ვთქვა, აი ზუსტად იმ მომენტში 2012 წელს, როცა ჩვენ უნდა დაგვემარცხებინა ნაციონალური მოძრაობა, მე და ჩემმა მეგობრებმა ძალიან ბევრი უფლება დარღვევა მოვითმინეთ, იმიტომ რომ საკუთარი მე და პირადი წინა პლანზე არ გამოგვეყო და ჩუმადაც კი გავეცალეთ ჩვენივე დაფუძნებულ ქართულ ოცნებას. მე ამას წინათ წერდი და ეხლა გავიმეორებ. 30 წელიწადია მე, ჩემი მეგობრები, ჩვენი თანამოაზრეები, ჩვენ ვამარცხებთ ყველა რეჟიმს. ჩვენ დავიწყეთ საბჭოთა კავშირის დამარცხებიდან. დავამარცხეთ, ვიბრძოლეთ, მაგრამ მერე მოდიან ის ნომენკლატურა, რომლებიც მიეჩვივნენ ყველა პროცესში რაღაცნაირად შემოცურებას და ჩვენი გამარჯვებების მითვისებას. მე დღეს მოვედი და დავბრუნდი ფოთში იმ გამარჯვების უკან დასაბრუნებლად, რომელიც არაერთხელ მოვიპოვე. რისთვისაც ვიბრძოლე ჩემს მეგობრებთან ერთად. რაც შეეხება ქართული ოცნების კრიტიკას. კრიტიკა, როგორც სიტყვი ანშაქარი არ არისო, ხო? მაგრამ არ შეიძლება. მაშინაც აკრიტიკებდით, როდესაც რესპუბლიკური პარტიის ლიდერები იყვნენ ხელისუფლებაში. იცით რას გეტყვით, ეს იყო კოალიცია და კოალიციაში თავიდანვე უკვე გამარჯვების შემდეგ შეინიშნებოდა ის რყევა, რაც გამოიწვია აბსოლუტურად სხვადასხვა მიმართულებებისა და იდეოლოგიების პარტიების გაერთიანებამ. ფორმატი, რომ ყველას ერთად რეჟიმი დაემარცხებინა, იყო აბსოლუტურად მისაღები, მაგრამ განვითარების პროცესში იცით რა, რატო ხედავთ ამაში პრობლემას? მე არ ვხედავ პრობლემას. თუ კი არსებობს ერთ კოალიციაში, თქვათ, მემარჯვენეც, მემარცხენეც, ცენტრისტი და ასე შემდეგ, ამ ადამიანებმა რომ ერთმანეთი აკრიტიკონ, მე ამაში ვერ ვხედავ პრობლემას, პირიქით ამაშია განვითარება. ძირითად საკითხებში მაინც შესძლო რესპუბლიკურმა პარტიამ, მიუხედავად იმისა, რომ თუ ვინმეს აკრიტიკებდნენ და ურტყავდნენ, ეს სწორედ რესპუბლიკური პარტია იყო და ურტყამდნენ წესების გაუთვალისწინებლად. მე არ მიყვარს უწესო თამაში არც პოლიტიკაში. ასე რომ კრიტიკა, რასაც შეეხება, ეს არის აზრთა და იდეოლოგიათა ჭიდილი. ხვალ თუ დამჭირდა არც რესპუბლიკურ პარტიას არ ეწყინება და მათაც არ აქვთ ის სისტემა და სტრუქტურა, სადაც აზრთა სხვადასხვაობა არ არის. კარგი, ჩვენ სტუდიაში მყოფებიან თქვენი თანაგუნდელები, თქვენი თანამოაზრეები. მინდა მათ მიუმართო, როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა მისცენ ამომრჩევლებმა ხმა ლელა ებრალიძეს და არა რომელიმე სხვა კანდიდატს? ანა, თქვენი დავიწყე. მოგესალმებით პირველ რიგში. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ნაკლებად მახსენდება ესეთი ჩვენი მაჟორიტარი მთავრობაში, ვინც ღირსეულად წარმოაჩენდა ჩვენს მშობლების აზრს, ინტერესებს დაიცავდა და თამამად იყო და ჩვენ სათქმელს მთავრობაში. ამიტომ მგონია რომ ჩვენი ლელა ებრალიძე, ქალბატონი ლელა არის ღირსეული წარმომადგენელი, პროფესიონალი თავის საქმეში, ჟურნალისტიკიდან დაწყებული ახლა პოლიტიკაშიც, არის შეუპოვარი სამართლიანი და
არ ურიგდება არანაირად და არასდროს უსამართლობა და ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ აი ჩვენი ფოთელების ინტერესები ნაცვლად იქნება მთავრობაში წარმოჩენილი და ღირსეულად დაიცავს იგი ჩვენს ინტერესებს. პარლამენტს ანუ ნაკლებად განიცდის ნაკლებობას აი განათლებული პოლიტიკოსების და ჯერამი ამის რომ ქალბატონი ლელა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ჩვენი ინტერესები დაცული იქნეს. დიდი მადლობა ბატონი გია, შეიძლება ბატონი გია თქვენ რას ეტყვით ამ მოგესალმებით. მე წარმოვადგენ რესპუბლიკურ პარტიას და ალბათ პირველად ჩემთვის უნდა გეკითხათ. ძალიან საინტერესო შეკითხვა, უბრალოდ ძალიან ტევადის დასვით თქვენ სიტყვა იხმარეთ რატომ. ამიტომ ეს ალბათ კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ ყველამ. ყველა პარტიამ, რომელიც აქ მოვა, უნდა აგიხსნათ, რატომ დაასახელენ ესა თუ ის მაჟორიტარი კანდიდატი. ყველა ამომრჩეველმა თავის თავს უნდა შეეკითხოს ალბათ, რატომ აძლევს ხმას ამა თუ იმ კანდიდატს თუ ამა თუ იმ პარტიას. მე მინდა ის რაც ლელამ თქვა, მაგრამ გავიხსენო მისი, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი აქტიურობის პირველი ნაბიჯები. ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი. ბევრს შეიძლება ბევრი ვერ მოესწრო ფოთელი ამას, ბევრს ახსოვს, ბევრს არ ახსოვს, ვინც ვერ მოესწრო იმას მინდა უთხრა, ვისაც დაავიწყდა იმას მინდა გავახსენო, 90-იანი წლები ეს იყო საოცრად რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ამ პერიოდში მას-მედიის მართვა არა და აი ეს საინფორმაციო საშუალება გექცია აქტუალური ქალაქში, ეს იყო ძალიან დიდი ნიჭის გამოვლინება ლელას მხრიდან. ასე რომ ლელას საზოგადოებრივი აქტიურობა არის ახალგაზრდობიდან და ყველაზე მთავარი, რაზეც მე მინდა გავამახვილო ყურადღება, პოლიტიკასთან მისი კავშირი. ლელა არასოდეს საქართველოში განვითარებული პროცესების, რთული პროცესების დროს არ ყოფილა წისქვილში და არ უქექია ნაცარი. ის ყოველთვის იყო იმ პროცესების ცენტრში, რომელიც მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში. ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, ეს იყო 21 საუკუნის დასაწყისი 2001-2002 წლები, ეს იყო 2012 წელი. მას ყოველთვის ჰქონდა სრულიად განსაზღვრული პოლიტიკური ორიენტაცია. და ეს პოლიტიკური ორიენტაცია უმრავლეს შემთხვევაში ემთხვეოდა იმ პოლიტიკურ ორიენტაციას, რომელიც გააჩნია რესპუბლიკურ პარტიას. და სწორედ ეს გახდა მიზეზი და ეს გახდა საფუძველი იმისა, ეს არ გახლავთ ასე იოლი, მოგეხსენებათ, საარჩევნო კამპანიას არის ძალიან რთული შერჩევა კანდიდატის არის ურთულესი საქმე, მით უმეტეს თქვენ ხედავთ, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს თვითკმარი პარტია, რომელსაც შეუძლია დააკომპლექტოს ყველა მაჟორიტარული ოლქი. ის მართლ ძალასაც კი უწევს ძებნა სპორტსმენებში, ეგრეთ წოდებულ ბიზნესმენებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ აი ლელას სრულიად ჩამოყალიბებული პოლიტიკური ორიენტაცია გახდა საფუძველი იმის, რომ ის დასახელებული იყო რესპუბლიკური პარტიის მხრიდან მაჟორიტარ კანდიდატად, რითაც მე ძალიან მოხარული ვარ. რაც შეეხება რატომ კიდევ რატომ ხომ ეს რატომ იქნება სულ ალბათ ეს არის საოცრად ენერგიული ადამიანი, ეს არის კარგი გაგებით ამბიციური ადამიანი და ლელა სახით საქართველოს პარლამენტს ეყოლება ძალიან ეფექტური და ეფექტიანი დეპუტატი. დიდი მადლობა. ბატონ ზურაბ, თქვენ რას გვეტყვით? მიკროფონი აიღეთ შეიძლება. უპირველეს ყოვლისა მოგესალმებითია, მივესალმები შენს მაყურებელს, მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს და მივესალმები იმ მოსახლეობას, გურიის მოსახლეობას, რომლებიც არჩევნებში გებულობენ მონაწილეობას და რატომღაც შეიძლება ითქვას, მაგრამ ამ დროს ჩემთვის გასაგები მიზეზების გამო ისინი გაუგებრობაში აღმოაჩინენ, იმიტომ რომ უნდა აირჩიონ ფოთის მაჟორიტარი. მაგრამ საბედნიეროდ ხალხი დღეს არ არის მასა და დღეს არ არის ბრბო. ხალხი არჩევნებიდან არჩევნებამდე ისე გაიზარდა, რომ ისინი ძალიან კარგად ხვდებიან თუ რასთან აქვს საქმე. და ამის დამატკიცება იქნება 8-ში, როდესაც ისინი საარჩევნო ყუთთან მივლენ. ხოლო რაც შეეხება რატომ უნდა დაუჭირო მე ან თქვენ ხარი ლელა ებრალიძეს. ცოტა დაძაბულები ვარ და ხუმრობით რო დავიწყო, იმიტომ უნდა დაუჭიროთ, რომ ჩემი დეიდაშვილია.
და მე კიდევ მისი დეიდაშვილის შესაბამისად. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა და ხუმრობა სიმართლენარევი, იმიტომ რომ მე სამწუხაროდ არ მეგონა რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ 2016 წელს ისევ ოქტომბერში და ოქტომბრამდე მომიწევდა 2012 წლის არა პირველი, არამედ 2 რიცხვიდან წართმეული, გაყიდული და ну რა ვიცი რა ის გამარჯვება რომელიც ჩვენ წაგვართვეს და დაგვამცილეს. მე მაგალითად აი გიამ რო თქვა ამ არჩევნებზე წისქვილში შესვლას ვაპირებდი და ნაცრის კეკვას რომ არა ლელა ამისათვის მას დიდი მადლობა. მან მომცა ძალა რომ ისევ და ისევ ჩემთვის საყვარელი ფრაზა ხოკლა ჩვენ ცოცხლობთ ისევ კიდევ ხმამაღლა მეთქვა და დავდგომოდი მას გვერდით. რატომ და იმის გამო რაც მან ილაპარაკა ეს არ არის ლიტონის სიტყვები ეს ის მართლგამლილი გზაა რომელიც ამ ქალაქში ყველა მიცის. როდესაც თბილისელები იტყვიან რომ თბილისი ისეთი დიდი ქალაქი სადაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის უმრავლესობა იქ ცხოვრობს იტყვიან ხოლმე რომ თბილისი პატარა ქალაქია და ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ ფოთელებმა რა უნდა თქვათ. ჩვენ მართლა ვიცნობთ ერთმანეთს და ის სიტყვები რაც თქვა მან პირადად ჯერ არც ერთი არ არის ლიტონი და მოგონილი ეს სიმართლეა. ის ყოველთვის იყო მებრძოლი, ის არ უშინდებოდა და ბევრმა მამაკაცმა ინატროს მისნაირი შემართება და იმისათვის კიდევ რაც გიამ თქვა მე უბრალოდ არ განმეორდები რომ არც მაყურებელი არ გადავყალო და დროც დავზოგო. მე მზადა ვარ და მოუწოდებ ჩემ თანაქალაქელებს რომ ერთად დავდგეთ და მოდით რა მართლაც იმ 2012 წლის გამარჯვება რომელიც ჩვენ წაგვართვეს ის დავიბრუნოთ. აი ამისათვის ავალ მე მაგალითად შემართებით და ვიქნები. ხოლო კიდევ ისევ ხუმრობით, მაგრამ ესეც სიმართლენარევი მე სიმართლე გითხრათ წისქვილში შესვლას იმიტომ ვაპირებ და ნაცის კეკვას რომ ვერ დავინახე ახალი ვერ დავინახე ვერაფერი ისევ და ისევ როგორც ითქვა ძველი სახეების განმეორება როგორც სხვა ამპლუაში. მე გავიგე რომ ბიზნესი განთავისუფლა და ბიზნესმენებს მიეცა საშუალება რომ აშენონ ბევრი სამუშაო ადგილების შექმნა. ბიზნესმენები ადგენდა ყველა პარლამენტში აპირებს წასვლას. არ ვიცი რა ცოტა და ამის გამო მე და ზოგიერთი კიდევ საერთო ცხოვრებაში არაფერი არ უგეთებია და დღეს პარლამენტარობა მოინდობა. მე ერევათ თვითმმართველობა და პარლამენტარიზმი. პარლამენტარიზმში იმიტომ მივდივარ რომ ოღონდ ხმა დამიჭირდა და სტადიონს მოგიწყობო. არ შეიძლება ეგეთი რაღაცები და ამან ყველაფერმა განაპირობა ის რომ მე ნიჰილიზმით უყურებდი ამ არჩევნებს, მაგრამ როგორც გითხარით ისევ და ისევ ლევა მომცა ეს ძალა და მის გვერდით ავარ და გადასაწყვეტი რა თქმა უნდა თითეული ამომრჩევლისა, მაგრამ კიდევ იქნება შეკითხვები ალბათ, პასუხები და ამის შემდეგ ისინი ანალიზს გააკეთებენ და ხარს დაუჭერენ ღირსეულს. დიდი მადლობა. ხატია და ნათია არიან ჩვენი გადაცემის სტუმრები, გურიიდან არიან ქალბატონები, გისმენთ. რატომ აძლევთ ხმას ლელა ებრალიძეს? მოგესალმებით. ლელა ებრალიძეს ხმას იმიტომ ვაძლევ, რომ პირველ რიგში არის ერთადერთი ქალი, რომელიც და ერთადერთი ადამიანი, რომელიც წინასაარჩევნოდ არ დაინტერესებულა მარტო ქალაქის პრობლემებით, წლებია ამისთვის იბრძვის და მე მჯერა ამ ენერგიული და რა ვიცი, ყველანაირად დადებითი ადამიანის, რომელებიც ზუსტად ვიცი, რომ ჩემს პრობლემებს და ჩემი თანატოლების პრობლემებს ზუსტად ისე შეხედავს, როგორც ქალი და დედა და ზუსტად იცის, რა ჭირდება ჩვენი ასაკის ბავშვებს გამოცდილებიდან გამომდინარე. ჯერა და მხარს უჭერ ყველანაირად და ყველა ახალგაზრდას მოუწოდებ, რომ ჩვენს გვერდით დადგნენ. დიდი მადლობა. გისმენთ ბრძანეთ. მოგესალმებით. მე პირადად ქალბატონ ლილას ვადევნებ თვალყურს ძალიან მომწონს თავისი პოლიტიკური შეხედულებები, ვეთანხმები და მჯერა რომ ჩვენი საუკუნე ჩვენ არ დაბნეულ ახალგაზრდებს რაღაცა გზას გაუკაფავს და სტიმულია ჩვენთვის. მე ყველა ფოთელს მოუწოდებ რომ ხარი დაუჭიროს ერთადერთ რეალურ კანდიდატს ფოთისთვის, ვისაც შეუძლია რაღაც გააკეთოს და არა ჯიბის გულისთვის. კიდევ ისეთი თქმა შემიძლია, არის ძალიან შეუპოვარი და მებრძოლი ქალი. დიდი მადლობა. ქალბატონი დალი, თქვენ რაც გვეტყვით? თითქმის 3 ათეული წელია ჩვენი ქვეყანა და მასთან ერთად ფოთით სამწუხაროდ
კუდში მოჩანჩალეთ რიგში ერთ ჯადოსნურ წრეზე ტრიალებს ვფიქრობ ალბათ დადგათ რომ ეს წრე გავარღვიოთ ეს იგივე სახეები, იგივე სახელები, იგივე ჯგუფები, იგივე ინტერესები მოვიცილოთ ბოლო-ბოლო თავიდან, გავთავისუფლდეთ და ახალი ეტაპი დავიწყოთ პოლიტიკაში, ახალი ეტაპი დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. არავინ ამ ქვეყნად ისე კარგად არ იცნობს ლელას როგორც მე. იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ სისხლის მიერინაცაობა არ გვაკავშირებს, ჩვენ ვართ თანამებრძოლები პირველი ნაბიჯიდან. არც ერთ ეტაპს მის ცხოვრებაში თუ ჩემს ცხოვრებაში არ გაუვლია ერთმანეთის გარეშე და ჩვენ ვიცით როგორ უნდა დადგე ერთად, როგორ უნდა გაიტანო საკუთარი თავი, როგორ უნდა გაიტანო შენი ახლობელი და როგორ დაიცვას ხვისი ინტერესები. ძალიან დიდი ხანი წლების განმავლობაში ჩვენ ამ ქალაქში არერთი ადამიანის ინტერესების გულისთვის ვიბრძოდით. თავადაც დამემოწმებიან, ვიცით ყველა ის პრობლემა რა აწუხებს ფოთელებს, ეს არ არის ჩვენთვის დღეს ჩამოვიარეთ უბანში და გავიგეთ ვის რა აწუხებს, ეს ჩვენ არ გვჭირდება, ჩვენ ეს პრობლემები ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით. ვიცით, იმიტომ რომ ჩვენს თავზეც გადაგვიხდენია, ჩვენს გვაწუხებს ეს პრობლემა და პლუს იმიტომ რომ მუდმივი ინტერაქტიული კონტაქტი გვაქვს იმ რიგით ფოთელებთან, ვისაც დღეს დადიან და მხოლოდ ხმას თხოვენ. ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, ჩვენ ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ჩვენ ამ ქალაქით ვცხოვრობთ. და იმედი მაქვს რომ ეს ქალაქი ნდობას გამოგვიცხადებს და ხმას მიცემს ლელას. დიდი მადლობა. ქალბატონო ლელა, თქვენ რა სიტყვით? რატომ უნდა დაგიჭირონ მხარი თქვენ და არა რომელიმე თქვენს ოპონენტს? პირველ რიგში გუნდი, რომელმაც მე ნდობა გამომიცხადა. ეს არის გუნდი, რომელიც ევროპულ ღირებულებებს უსვამს ხაზს და ის ერთმნიშვნელოვნად მიდის ევროპული განვითარების ქვეყნის. მე ვთვლი, რომ ეს არის სწორი გზა და ეს არის ერთადერთი სწორი ალტერნატივა ჩვენი განვითარების. იმიტომ უნდა დაგვიჭიროს ფოთელებმა მხარი, რომ როგორც მახსოვს და რამდენადაც ჩემს ფოთელებთან ურთიერთობებში გამირკვევია, ფოთელი ახალგაზრდების უმეტესობა და ოჯახების უმეტესობა გაცილებით უფრო მიუტყვის ევროპისკენ. დღესაც ევროპაში არაერთი ოჯახის შვილია და მათ უკვე შეიგრძნეს ის სიკეთე, რაც არსებობს ევროპაში. ჩვენი ტრადიციების და ღირებულებებით ჩვენ როცა შევერწყმებით ევროპულ საზოგადოებას, ჩვენი მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდება. არაერთ ახალგაზრდას დავლაპარაკები ვარ, რომელიც ჩამოსულა ევროპიდან, რა მოსწონს, რა არ მოსწონს. მე მაქვს მუდმივი კავშირი ასეთ თაობასთან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიცი, ფოთი ნამდვილად ამ ღირებულებების მატარებელია. ჯერ ერთი არასწორია და არასახელმწიფოებრივი დღეს დაუჭირო იმ კანდიდატს და იმ პოლიტიკურ გუნდს მხარი, რომელიც ან უკან იყურება კომუნიზმისკენ, ან იყურება საბჭოური სუკის მეთოდოლოგიისკენ და პირდაპირ ვიტყვი, ჩემ და სამარცხვინოთ, ჩემი და ჩემი თანამებრძოლების სამარცხვინოთ, ქართული ოცნებაც კი დღეს ისეთ მეთოდოლოგიას იყენებს, რომელიც არის აბსოლუტურად მიუღებელი იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ჩვენ ფაქტიურად 30 წელიწადია ვაყალიბებთ. იმიტომ უნდა დაუჭირონ თუნდაც რესპუბლიკურ პარტიას მხარი და თუნდაც მე მის კანდიდატს, რომ ჩვენი ღირებულებები არ შეიცვლება, ჩვენი მიდგომები არ შეიცვლება და აუცილებლად ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ნებისმიერ ქართველ ახალგაზრდას შეეძლოს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გავიდეს ევროპაში, მიიღოს გამოცდილება, ცოდნა და ისეთივე ღირსებით დაუბრუნდეს უკვე ღირსებებით სავსე ქალაქს. იმიტომ უნდა ამერჩიოს ფოთელმა ამორჩეველმა, რომ მე ჩემი ქალაქის ღირსება არ დამვიწყებია. მე ჩემი ქალაქის ღირსება სადღაც კუთხეში არ მიმიგდია. ეს არ არის უბრალოდ ჩვეულებრივი სიტყვები, რომლითაც მე ვთქვათ რაღაცად ვიღაცას თავგზას უბნებ. არა, ღირსება იცით ჩემთვის რაზე გადის? ღირსება გადის მოქალაქეზე, რომელიც არ არის სოციალურად დაუცველი. ჩვენ უნდა ავაშენოთ საზოგადოება, სადაც მოქალაქე იქნება იმდენად წელში გამართული, რომ მას არავისი დახმარება არ დასჭირდება. ანუ მთელი რიგი ღონისძიებებისა, რომელიც ვთქვათ რესპუბლიკური პარტიის პროგრამა მალე გამოქვეყნდება და მე ასე თუ ისე ვიცნობ მას, ეს არის ღირსეულ მოქალაქეზე ორიენტირებული პროგრამა. ეს არის პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია გამართულ მოქალაქესა და გამართულ სახელმწიფოზე. კიდევ იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ერთად 30 წლის განმავლობაში იმდენი ვიბრძოლეთ, ჩვენ ღირსი ვართ, რომ ჩვენი ხმა მკვეთრად ისმოდეს პარლამენტში. აბა თქვენ მითხარით. ბოლო საპარლამენტო ისტორიიდან როდის გახსოვთ თუნდაც ფოთის რომელიმე თემატიკა სერიოზულად წამოწეული? რატომ ხდება, რატომ იჩქვალება? ჩვენ ყოველთვის გვყავს დეპუტატი, მაგრამ არაფერი ისმის პარლამენტიდან კონკრეტულად ფოთზე.
რატომ ხდება ხომ ვერ მეტყვით მე ძალიან კარგად მესმის ეს რატომ ხდება და მე პირობას ვაძლევ ფოთელებს ყველა საჭირბოლო საკითხი იქნება ხმამაღლა ნათქვამი და ფოთელების აი ყველა ამბობს ეხა რომ მე ვიქნები ფოთელების ხმა არა მე მარტო ფოთელების ხმა არ ვიქნები მე ვიქნები თითეული ფოთელის თითეული გურულის და ნებისმიერი ამორჩეველის საქართველოში ინტერესების გამტარებელი ეს ინტერესები ითხოვს პირველ რიგში დაირღვეს და დაინგრეს ის ნომენკლატურული მაფია, რომელიც დღესაც მართავს ფოთს და დღესაც მართავს არჩევნებს და პროცესებს. ვერ მოგატყუებთ. ვერანაირ პროგრამაზე ვერ დაგელაპარაკებით, სანამ არ მოხდება ამ მაფიის დაშლა. ამ მაფიის დაშლა არის ერთი რამით შესაძლებელი. ნუ მისცემთ ხმას ყოფილ ხელისუფლებას და ნუ მისცემთ ხმას ახლანდელ ხელისუფლებას. მათ აჩვენეს თავისი სახე და ისინი არიან ერთად. თუ გნებავთ მოსინჯოთ რაღაც ახალი და ეს რაღაც არის ევროპული ღირებულებები, ეს არის გამართული ღირსეული მოქალაქე, ეს არის მოქალაქე, რომელიც საათობით და თვეობით არ დგას ვიღაცის რიგში, რომ რაღაც ელემენტარული თავისი ოჯახისთვის გამოსწიროს ვიღაცას, რომელიცაც ძალიან ხშირად მას როგორც მოწყალებას ისე გადაუგდებენ. ნუ მიიღებთ იმ მოწყალებას, ნურც არჩევნების წინ თქვენ ხართ ღირსეული ადამიანები, ჩვენ ყველა ერთად ვართ ღირსეულები და ჩვენ ვითხოვთ და ჩვენ გვექნება ღირსეული ცხოვრება ამ ქალაქში. ქალბატონო ლელა, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში რა იქნება ის საკითხი, რომლის მოგვარებასაც პირველ რიგში შეეცდებით? ის რაც ყველაზე მეტად აწუხებს ფოთს და არა მხოლოდ ფოთს და საქართველოს. ზოგადად ამას ქვია ეკოლოგია. ყვავილები არ არის მხოლოდ გართობა, მცენარეები არ არის გართობა და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2 წელიწადია ჩემთან ერთად ძალიან ბევრ თემას შეეხო, ეს იყო დაურგე დედამიწას ხე აქცია, ეს იყო ერთად გავამწვანოთ საქართველო, ეს იყო საქართველო ჩემი ბაღია, ეს ისე ლამაზად ჩანს, ყვავილის სურათით ძალიან ლამაზია კომპიუტერში, მაგრამ რეალურად ეს არის ეკოლოგია, ეს არის სფერო, რომელიც დაანგრეულია ჩვენს ქვეყანაში. როდესაც დაანგრეულია ეკოლოგიური ატმოსფერო, დაანგრეულია მოქალაქის ჯანმრთელობა. პირველი საკითხი, რომელსაც მე აუცილებლად წამოვწევ, იქნება ის, რაც აღელვებთ ფოთელებთ. აუცილებლად დადგება თევზის არა მხოლოდ სუნის საკითხი. მხოლოდ თევზის სუნი არ აწუხებს ამ ქალაქს. სუნს მიღმა კიდევ არის უამრავი ქიმიური ნარჩენი, რომელიც ჩაედინება წყლებში, რომელსაც თითქოს იცავს გარკვეული კონვენციები და ათასნაირი სახის დადგენილება მთავრობისა. არც ერთი მათგანი არ არის მოქმედებაში მოყვანილი. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რა ჩაედინება კაპარჭინაში, რა ჩაედინება შავ ზღვაში და რა გამდინარე წყლებს რა მიაქვს ამ ქარხნებიდან. მეორე, იგივე პორტში გაფრქვევები და ასე შემდეგ. ეს იქნება აუცილებლად პირველი საკითხი და პირველი საკითხი იქნება ფოთში სკრინინგ ცენტრის არსებობა, რომელსაც მე აუცილებლად დავაყენებ აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე, როგორც უკვე მოქმედი დეპუტატი, რამდენადაც მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე წარმატებულ პროექტად ითვლება ამ მთავრობის ჯანმრთელობის პროექტი, იმის გამო, რომ ფოთში არ არის სკრინინგ ცენტრი, ფაქტიურად ფოთელი მოქალაქე ამ სახელმწიფო და სოციალურ დაზღვევას სრულად ის ფაქტიურად ვერ იღებს. მას უწევს ზედმეტი გზის გაკეთება, მას უწევს ქალაქიდან გასვლა იმისათვის, რომ რეალურად მივიდეს დაზღვევამდე. ეს ხარჯია. ოჯახებს არ ძალუძს და ძალიან ხშირად ბარდებიან ადამიანები, ის ადამიანები, რომლებიც დაუყოვნებლივ გარკვეულ ჩარევას საჭიროებენ ჯანმრთელობაში. ადამიანები ხშირად ვერ მიდიან ქუთაისში, ვერ მიდიან ზუგდიდში და ვერ მიდიან თბილისში. ასე რომ მეორე საკითხი თუ პირველი როგორც გინდათ ისე განვიხილეთ, იმიტომ რომ იმდენი პირველ ხარისხოვანი საკითხია ამ ქალაქში, რომელსაც მართლად როგორც დალიმ თქვა ჩვენ დღეს არ დაგვიწყია ამის შესწავლა, ამ გარემოში ცხოვრობთ, ამ გარემოში ვართ და ზედმიწევნით ვიცით ყველა მათგანი. აუცილებლად მინდა კითხოთ, რამდენად თავისუფლად აწარმოებთ წინა საარჩევნო კამპანიას შეხვედრებს მოსახლეობასთან? ჩემი თავისუფლების ხარისხიდან გამომდინარე ძალიან თავისუფლად ვაწარმოებ, იმიტომ რომ თუ ვინმე ვერ მიხვდა, კიდევ ერთხელ გაუმეორებ, რაც მეტია წნეხი, მეტი იქნება ჩემი წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, არის წნეხი და არის არასასიამოვნო 90-იანების გამოცდილება. თუმცა რა გასაკვირია, როდესაც შტაბებში შედან ადამიანები, რომლებსაც
მეტი ცოდნა არ მიუღიათ, მათ იციან როგორ დაიბარონ მოქალაქეები, როგორ ჩამოწერონ სია, ვინ რამდენ ხმას მოიტანს, თითქოს ეს რაღაც ისეთი ის იყოს, შენ მომიტანი 10 ხმა, შენ 30, შენ 50, მეცინება კიდევაც, იმიტომ რომ ცხოვრება წავიდა წინ, ახალგაზრდები ცხოვრობენ სხვა რეალობაში და არიან ადამიანები, რომლებიც ჩარჩნენ წარსულში. მათ არჩევნების შედეგი აჩვენებს, რომ ისინი უკან არიან. ჯობია რომ პროცესებს დაემალონ. არის გარკვეული მცდელობა, როცა მოსახლეობას ხვდები, იქ მანქანებით ჩაგიქროლებენ, რაღაცას გადმოგძახებენ, მე ამას აბსოლუტურად ყურადღებას არ ვაქცევ, ამას უკვე არ აქცევს მოსახლეობა ყურადღებას. თუმცა გარკვეული შინაგანი შებოჭილობა მაინც შეიმჩნევა ამ მომრჩევლის და მე გეტყვით, არ არსებობს ის წნეხი, რომელიც თქვენს არჩევანზე უარს გათქმევინებთ, გათავისუფლდით და პირველი რისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ, ეს არის შიში. შიში არსებობს გარე ფაქტორებისგან და არსებობს ფსიქოლოგიური შინაგანი რაღაც რეჟიმებიდან შემორჩენილი. რაც არ უნდა დავაბრალოთ დღევანდელ ხელისუფლებას, ერთს მაინც გეტყვით, რეჟიმის შექმნაში ისინი არიან უსუსურები და არიან არაკომპეტენტურები. ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ამომრჩეველს, გისმენთ. საარჩევნო ნომერს ვერ გეტყვით. ესეც ერთგვარი ხერხია. სხვა წინა ხელისუფლებებიდან გადმოტანილი ამ ხელისუფლებაში მისცეს საარჩევნო ნომერი პირველად იმათ, რომლის გასვლის ინტერესი აქვს და მისცეს ყველაზე ბოლოს იმ ადამიანებს და იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა გასვლაზე მან და მაინც არ ზრუნავს. ანუ თანაბარ პირობებში არ არიან ამორჩევლები, მაგრამ არ არის პრობლემა. ჩვენ გითხრათ ჩვენი საარჩევნო ნომერი, დადგება ეს დღე. მე ერთადერთი რაც შემიძლია ჩემს მოქალაქეებს უთხრა, იყავით თამამები, მოდით და გააკეთეთ საკუთარი არჩევანი. იქნება ეს ლელა ებრალიძე თუ იქნება სხვა კანდიდატი, იყავით საკუთარ თავთან მართალი და იყავით მართალი ამ ქალაქთან. ამ ქალაქს მხოლოდ ღირსეული მოქალაქეები მოუვლიან. ის მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ სიტყვაზე, საკუთარ ხმაზე და ერთ პატარა შემოხაზვაზე იქნებიან პასუხისმგებლები. ვერავინ ვერ გააყალბებს თქვენს ხმას, ვერავინ ვერ წაგართმევთ მას, თუ თქვენ იქნებით აქტიურები, მოხვალთ ყუთთან და საკუთარ შინაგანი სინდისის ნაკარნახევ არჩევანს გააკეთებთ. დიდი მადლობა, ბატონო გია. შეგიძლიათ დაამატოთ. ვიმართავ ჩვენს ამომრჩეველს 26 წელია საქართველოს დამოუკიდებლობის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმავლობაში უამრავი არჩევნები ჩატარებულა და ყველა არჩევნებს უყურებთ რაღაც იმედით, რომ ის რადიკალურად უკეთესობისგან შეცვლის ჩვენს მომავალს. მაგრამ მე მინდა უთხრა თხოვო ჩვენს მაყურებელს, რომ არჩევნები ვერ გადაგვიწყვეტენ პრობლემებს. პრობლემას გადაგვიწყვეტს არჩევანი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. ამიტომ ძალიან გთხოვთ, გააკეთეთ გააზრებული არჩევანი, რომელიც გამოადგება საქართველოს სახელმწიფოს. დიდი მადლობა, მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუდიის მთავარი სტუმარი იყო ლელა ებრალიძე, რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი. სტუდიაში იმყოფებოდნენ მისი თანაგუნდელები, თანამოაზრეები. მე ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით, გმადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.